ქიმიური მოწამვლის საქმე ის განსაკუთრებული შემთხვევა არის, რომლის ჩაფარცხვაც, თაროზე შემოდებაც ქართულ ოცნებას ნამდვილად არ გამოუვა. ამის წინაშე მათი პროპაგანდის მანქანას კი უძლური აღმოჩნდა, რაც დავინახეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე. მათ BBC-ს ბრალი დასდეს, რომ ის თურმე fake სააგენტო ყოფილა. გადაწყვიტეს, რომ თითქოს საერთაშორისო დავა ეწარმოებინათ და ვნახეთ რეალურად, რომ რაღაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოში უჩივლეს. მთელი მსოფლიოს ფოკუსში მოექცა ქართული ოცნების რეჟიმი, იმიტომ რომ საქმე გვაქვს სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულთან, ასეთი ტიპის დანაშაულებს თვითონ სახელმწიფოები როგორც წესი არ იძიებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებშიც, მით უმეტეს ახლა საქართველოსნაირ პოლიტიკურ სისტემაში სუსის მიერ ჩატარებული ეს 5 დღიანი ეგრეთ წოდებული გამოძიება ბუნებრივია, ჩალის ფასის მატარებელია. შინაარსობრივადაც მათივე სტანდარტითაც კი არ იყო ეს გამოძიება, მხოლოდ 2 დღეზე საუბრობენ, მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს დღევანდელ ივანიშვილის სუსზე, რომლის მიზანიც იყო სპექტაკლის გამართვა, არა სიმართლის დადგენა, არამედ სიმართლის დამალვა რეალურად, ამიტომაც ქართული საზოგადოება სრულიად ლეგიტიმურად ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას. ამისი ბერკეტები არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ახლა ევროპული და ევროკავშირის სტრუქტურების ჩართვა, ევროპარლამენტარების ინიციატივა, შემდეგ ევროკომისიის ჩართულობა და დროული რეაგირება, რათა საზოგადოებამ გაიგოს და ჩვენ ყველამ ვიცოდეთ, თუ რეალურად რითი მოგვწამლეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს. იმიტომ რომ ამაზე პასუხი უნდა ააგოს რეჟიმმა, ყველაფერი უნდა მიეცეს პასუხისგებაში და როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ მკვლელ რეჟიმთან შეიძლება ჩვენ გვქონდეს საქმე, ამას სამართლებრივი დადასტურება სჭირდება, ექსპერტიზა სჭირდება, თორემ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ ვისთან გვაქვს საქმე და ვის ვებრძვით ივანიშვილის რუსული რეჟიმის სახით.